როგორ ხარ? ზადა ბურჭულაძე ყოველგვარი წარდგენების გარეშე მეგობრებო, ამას ველოდი ყველაზე მეტად წარდგენას და ამის გარეშე დარჩი. წელისთვის ხო პრინციპში ერთ-ერთი ბრძოლა ეგ არის. მე ვიტყოდი ალბათ იარაღი, მე ვარ აუთსაიდერი. შეგიძლია არ უსმინო ეხლა თუ გწხვენია ეგეთი მომენტები. ჩემი სიმღერა არის შენი მსვლელობა რომ გადარჩე. ეს დონ კიხოტის სიდიადია. ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის თამაში. განათებაშია სხვაობა რა. რაღაც მიზანს უსახავ შენ ტექსტს. არგი შეკითხვა არის, ეს არის წერლის შეკითხვა. ვერ დასცინებ თუ არ გიყვარს. მარცვალი საიდანაც შენი ტექსტი იზრდება. ყველაზე უკეთ იმალები, როდესაც შენ დგახარ ყველას წინაშე შიშველი. იმად გონიათ რომ ხედავენ. თავს აწონებ მკითხველს მაგ დროს. ამაზე მე და ჩანშუს ძალიან ბევრი გულაპარაკია. ზადა ბურჭულაძე არ არის ავტორი, რომელსაც ყველა წაიკითხავს. მე არ მინდა რომ გაგების აქტი შედგეს ვიღაცეებთან. მე განდეგილი ადამიანი ვარ, დავით, ეს ჩემი არჩევანია. ვის აკითხებ პირველად ტექსტს? ოხ, კარგი შეკითხვაა რა. რატო? სხვადასხვა ფორმით ახსნილი სიყვარული არ ყოფნის მიმართ. რასაც ახლა ვაკვირდები, ძალიან შეცვლილი ხარ. მართალი აღმოუჩნდი საკუთარ წარმოდგენაში შენ მიმართ. ბინგო. ეკარიერა მიატოვე მოკლედ. ეპატაჟისტის? მაგითი ხო кайფობდი აშკარად ახლა. ხო, რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი ბენზინი იყო. გამოდის რომ რაღაც ბრძოლაში იყავი. ვერ გამოვიცანი ბაცილა. შე ხო ხარ მეგასტარი ახლა. რამდენი გსნობს გულახდილად? ბევრი კი, ბევრი. და აი ამ ცნობადობის მიუხედავად საჭმელი არ მქონდა. და ეხლა უმთავრესთან მივდივართ. წერთ, არაფერი ხდება, არაფერი წერთ და უცებ ბუმ. და მოდის რაღაცა. გამარჯობა მეგობრებო, გორგილაძის აუტანელი ციმსუბუქე ჩამოვიდა ტურის საბოლოო დანიშნულების ადგილას. ქალაქი ბერლინი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო ქალაქი, რომელიც ძალიან მრავალშრიანია და მრავალწახნაგოვნად საინტერესოა ჩემი აზრით. აქ არის პოლიტიკა, აქ არის ბიზნესი და ალბათ ბერლინი არის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. მოკლედ რო ვთქვათ, ბერლინში თავს იყრიან ძალიან საინტერესო არტისტები, შემოქმედები და არა მხოლოდ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან და ტურისტულ ადგილას. პრინციპში აი ჩემგან ხელმარჯვნივ არის ცნობილი ბერლინის კედელი, რომლის ფრაგმენტიც სპეციალურად სამუზეუმოდ არის შემონახული. ხელმარჯვნივ არის აღმოსავლეთ ბერლინი, ხოლო მდინარის იქით თქვენ ხედავთ უკვე დასავლეთ ბერლინს და სწორედ ეს კედელი ყოფდა ქალაქს ორ შუა ნაწილად. ეს ძალიან საინტერესო ქალაქია, მრავალშრიანი და მრავალწახნაგოვანი. ამ ქალაქს აქვს ისტორია, ამ ქალაქში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები წყდება დღესაც. პრინციპში ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა. თუმცა ეს ქალაქი ასევე ძალიან საინტერესოა შემოქმედებითი თვალსაზრისი და თანამედროვე მსოფლიოში ჩემი აზრით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტისტული ცენტრია. შესაბამისად აქ თავს იყრიან შემოქმედი ადამიანები, სულ უფრო და უფრო მეტი და სწორედ ბერლინს ირჩევენ ხოლმე თავიანთი აზრების, თავიანთი იდეების, თავიანთი შემოქმედების გასავითარებელ ადგილად. და რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ქართველებიც და სწორედ ასეთ ქართველებს ვესტუმრებით და ჩავწერთ მათთან ინტერვიუებს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. მომასწარი? ერთი წამით ჩამოვჯექი, როდის მოხვედი? როგორ ხარ? ზაზა ბურჭულაძე ყოველგვარი წარდგენების გარეშე მეგობრებო, აგერ კლაპიც აქ არის. ამას ველოდი ყველაზე მეტად წარდგენას და ამის გარეშე დარჩი. რა შვები, როგორ ხარ? როგორც საქართველოს. ძიმეთ. როგორია ეგ? ესეთი დასაწყისი რამდენად ყველასთან აი ბოლო დროს ვლაპარაკობ მაგაზე. ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ვიღაცას რო ეკითხები როგორ ხარ? რო გპასუხობს რომ კარგად, ვალდებულებად მიიჩნევს რომ ახსნას, რომ აი კარგად მექანიკურია, ან გითხრას რომ აი დროის და ვითარების შესაფერიც არის. ხო, მესმის, გასაგებია. რას ვიზამ? აქედან როგორ ჩანს ეგ ყველაფერი? ალბათ უფრო ძიმეთ და უფრო კატასტროფულად, იმიტომ რომ ვერ იღებ რაღაცაში მონაწილეობას ძალიან მნიშვნელოვანში, თუნდაც პროტესტში. ვერ იცლები და ეს შენში დუხს, გადმოდუხს და არ გამოდის. აი შენში რჩება რა და ეს ნალექი ედება და ძალიან გამძიმებს მერე რა. მე დავაკვირდი რომ შენ ბლოგინგში ან ბლოგი რასაც ქვია, დიდად აქტიური აღარ იყავი. მაგრამ აი ამ პროტესტის დაწყების მერე უფრო და უფრო ხშირად მხდება შენი ტექსტი. ყველას აქვს ბრძოლის თავისი ხერხი რა, ვინ ვიღაცა დგას აქციაზე, შენთვის ანუ წელისთვის ხო პრინციპში ერთ-ერთი ბრძოლა ეგ არის. ბრძოლა არა, მე ვიტყოდი ალბათ იარაღი უფრო. ხო, მაგას გულისხმობ. ხო, ნუ თუ ბრძოლა და იარაღი ერთი და იგივე ამ შემთხვევაში, მაშინ ხო. ნუ ეს იყო ჩემი იარაღი. სხვანაირად ვიცოდი ვერ გადავრჩებოდი. რამდენად გადარჩენაა ზოგადად ჩემთვის? რა თქმა უნდა, ესკაპიზმი. გაქცევა. გაქცევა, იმიტომ რომ ოღონდ მე არ ვამბობ, რომ ეს უნივერსალური პასუხია. ეს ჩემ შემთხვევაში ვამბობ. მე ვარ როგორ გითხრა, მე ვარ მარცხის ავტორი. მე ვარ წაგების მომღერალი. მე ვარ აუთსაიდერი. ეს არის ჩემი ლიტერატურა და ჩემ პასუხიც ეს იქნება, რომ ხო. მარცხის ავტორი რაც ნიშნავს? ჩვენ გვაქვს არქეტიპები, ხო, ლიტერატურული. გმირი, ანტიგმირი, მენტორი, მაცდუნებელი და მიდის, ხო? კემბელის მიხედვით იუნგიც იყოს ჩანდაბაზე. და მე უცებ შემოდის აი ამ ყველაფერს თავდაყირა კი არ აყენებს, ავსებს აი ეს რაც აკლდა პრინციპში აი ამ ყველა არქეტიპს აუთსაიდერის არქეტიპი ეს არის კაფკას-კა. რომელიც არის მარცხი. თავიდან ბოლომდე წაგებული ადამიანია, რომელიც ვერასდროს ვერ შედის, რომელიც ყოველთვის რჩება გარეთ. აი ეს არის მარცხის ავტორი. მარცხის მწერალი და მარცხის მომღერალი. ანუ შენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში დამარცხებულია წინასწარ? აი ხა შენ იცი როგორ პარადოქსულ პასუხს მთხოვ, რომ მაშინ რა აზრი აქვს? არა, ეგრე არ ვქი, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ლიტერატურა ეს არის წამალი ადამიანისთვის იმის განსაცდელად, რომ მარტო არ არის ამ ქვეყანაზე. ანუ მე დამარცხებულ პერსონაჟს როცა ვკითხულობ, ხო. იქ სხვა საკითხია, სხვა შეკითხვაა, ეხლა რაც თქვი შენ. ეგ არის მეორე შეკითხვა. მაგრამ მაგალითად პირობითად მე და კაფკას გვერთიანებს ეს მარცხი. აი აქ შედგა დიალოგი ჩვენ შორის. მე არ ვარ აი როგორ გითხრა 5 წლედის მომღერალთა ავტორი. ესმის აი გამარჯვების, დიდების, აი სიდიადეც კი ვთქვათ ჩვენ რაც გალაქტიონში გვხიბლავს. სიმამისიამდვილეში ეს აუთსაიდერის სიდიადეა, ეს დონკიხოტის სიდიადეა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე მარცხის ავტორი. მეცაც გეტყვი, სიკვდილის ავტორი.
სიკვდილის ავტორი შენც ხარ. ხო, რა თქმა უნდა. და ჩვენ გვაერთიანებს აი ეს, აი როგორ გითხრა. მოდი უხეშად ვიტყვი, რომ აუხსნა და მაყურებელს მიხვდება რა წვალობთ ახლა მე და შენ. იმიტომ რომ შენ ავტორი ხარ, მწერალი ხარ და აქედან გამომდინარე ეს ძალიან ავტორობა არ გაიშვას. ეგრე ნუ ეს მე მაგაზე მე. აი ვიღაცას აქვს მიზანი. რომ რაღაცას მიაღწიოს. და თქვა ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში მე სხვაზე პასუხს ვერ ვაგებ. თვითონ გზა არის მიზანი. მიხვდი? თავარი არის გზა, პროცესი. ისევ კაფკასთან მივდივარ. პროცესში არის ყველაფერი, ხიბლიც, სიკვდილიც. აი გალაქტიონი ახსენე წეგანდა. სიკვდილის არ არის ვარდისფერგზის გარდა. ხო. მე მაგაში გეთანხმები, რომ პერსონაჟისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია A პუნქტიდან B პუნქტამდე, ანუ მივა თუ არა ის კი არა, რომ მიდის რა ხდება. მოძრაობა, კი ბატონო, პროცესი. მაგრამ შენთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი, აი შექსპირისეულ პერსონაჟსაც რასაც ეძახიან რა, რომ პერსონაჟი არასდროს აღარ იყოს ისეთი, როგორც იყო წინა სცენაში. განვითარებას ამბობ შენ, ანუ ეს არის ბილდუნგს რომანი რა. ხო. კი და არა. აი მაგალითად, ცოტა გვერდიდან რო შევხედოთ რა. ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ. თქვა შენ ხარ საინტერესო ადამიანი. იმიტომ რომ რო გიყურებ, შენ ემზადები ხოლმე რესპონდენტისთვის. წინასწარ, მაგრამ გარდა წინასწარის შემზადებისა, ასევე შენ თვითონ ხარ დაფიქრებული ადამიანი, სიკვდილზე მოფიქრალი ადამიანი და დაკვირვებული თვალის მქონე ადამიანი. აი მაგალითად წეგან რო თქვი რომ ჩემი ავტორობაო. ხო. აი ქალბატონი ნელი რო აძლევს მაგისტრის დიპლომს. რო გაძლევს უბრალოდ ლირიკულ მეს, ხო? აი იქ ყავის მადუღარას რო შემოახოს აი ამ კაბელს სადენს როგორც შენ ამბობ და ჩადებს უჯრაში, აი ესეთი დეტალებით იქნება ლიტერატურა. მე კი ვიტყოდი რომ დიდი ლიტერატურა, მაგრამ უამდეტალებოთ მკვდარია ყველაფერი. და აი ეს დეტალები თუ არსებობს, ირგვლივ, მე ამითი უკვე სიამოვნებას ვიღებ. აი ამას გიხსენ. როდესაც ვკითხულობთ ჩვენ ყველაზე დიად წიგნს რაც კაცობრიობაში შექმნილა ჩემი აზრით ეს არის კოლუმბური მოთხრობები. იქ ჩვენ ველოდებით რამეს? ფინალი ხო არა აქვს იმას. იქ ხო დეტალებით ტრფობა. თან ეს არის ჯოჯოხეთში მოგზაურობა, ხო? ახსოვს თოლიან გზაზე რომ მიდის და რო ეწევა და ეს ყვამლიო როგორ უნდა დაგავიწყდეთ? ჩემთვის ეს არის მწვერვალი, საერთოდ რაც კაცობრიობას შეუქმნია. აი არაფერი გვერდით არ უდგება. ეს არის ის ყინულოვანი სიდიადე, ის მწვერვალი, სადაც განულება ხდება მაქსიმალური. აი ყველაფრის განულება ხდება უკვე და მე ვეღარ წარმომიდგენია იმის იქეთ რა უნდა შეიქმნას. ეს არის უნივერსალური წერტილი, სადაც საშინელება, სისასტიკე, მაქსიმალური სისასტიკე, ადამიანის განადგურება პრინციპში, არა ადამიანურობა და ადამიანის გადარჩენა, სადაც ხდება ერთმანეთს. ერთი დეტალია, თუ გახსოვს, შენ ახსენდება სიტყვა სენტენცია. კი. და ღრიალებს სიხარულისგან რომ სიტყვა გაახსენდა, რომელიც იქ არ არსებობს იმ რეალობაში. და ის იმ რეალობაში გჭირდება სულ რამდენიმე სიტყვა, რომ იარსებო. მაგრამ ეს ტვინი იმდენად უკვე გათიშულია, ვეღარც ვიტამინებს იღებს, ვეღარც ნახშირწყლებს, ვეღარც ცილებს, ვერაფერს. ახსენდება სიტყვა მიღმიერია ეს სიტყვა პრინციპში. წამოხდება, მაგრამ შინაარს ვერ იხსენებს სიტყვას ეს. ახსენდება სიტყვა. აი ჩვენც ესე ვიხსენებთ ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ საუბრობს. აი ეს არის რაღაცის ისეთის გახსენება, რაზეც ჩვენ პასუხი არ გვაქვს. ამიტომ ამბობ დეტალებით ტკბობაა თავარი, ჩემთვის. აი სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე ხშირად, რომ ნუყვებით პერსონაჟზე როგორია. აჩვენეთ მისი საძინებელი ოთახი. როგორ გამოიყურებ, ანუ რა პოსტერი უკიდია, ან მაგიდაზე რა უდევს, ის უფრო მეც მეუბნება, ვიდრე შენ მითხრა, რომ ჩემი პერსონაჟი არის ასეთი და ასეთი.
ეგ ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცა დეტალიდან პერსონაჟი გაიხსნას. ნუ ეგ არის დიდი ლიტერატურა. მაგრამ დიადი ლიტერატურა აი პლუს აი პატარა ბონუსად რო ვთქვათ რა. ის არის, რაც ამის მიღმა რჩება კიდე, აი მაგალითად მე არ ვამბობ რომ მე დიად ლიტერატურას ვხრი ღმერთმა დავიმფაროს. არა. უბრალოდ შეუძლებელია რომ ჩემმა პერსონაჟს, ანუ პერსონაჟს როდესაც წერ, ახლა ქმნიან დიდები, მე არ ქმნი, მე წერ. იმას ყავს ყოველთვის ვიღაცა ფავორიტი, ვისაც უსმენს, საყვარელი მუსიკოსი, რომელიც საერთოდ ტექსტში შეიძლება არ ჩანდეს. კი, მესმის. მაგრამ შენ ხვდები რომ ის ფიქრობს ამაზე. ამას აი მაგალითად გეტყვი, რო ეს რო ამომივიდა ყელში. ნუ ეს ბოლო წიგნი ჯარეტი და ჯარეტი. აი საერთოდ არ არის ჯარეტი ჩემი მთავარი მუსიკოსი, საერთოდ. უბრალოდ აი აქედან მოხდა აი ამ ლირიკული მეს გახსნა. და ბევრმა ჩათვალა რომ ეს ჯარეტზე ეს წიგნი დამის არ არის ჯარეტზე ეს წიგნი. ეს წიგნი ჯაზზეც არ არის. არ არის რა თქმა უნდა. რო დაუკვირდე, საუბრობ ჩემ სიმღერაზე. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტექსტი შენ შეგიძლია არ უსმინო ეხლა თუ ხსვენია ეგეთი მომენტები. ჩემი სიმღერა, რომელიც არის ალბათ ბოლო დროს ქართულად რაც კი წამიკითხავს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტექსტი. აი ვარდის სურნელი. ვარდის სურნელზე მკითხა ამას წინად ერთმა. წავიკითხო თუ არა, მე ვთხარი უეჭველად უნდა წაიკითხო მეთქი, გარდაულად წასაკითხია თქო, მაგრამ მეთქი სრულიად უსიხარულო წიგნია. სრულიად უსიხარულო და ამისთვის მზად უნდა იყო. მაგრამ თან დავურთე, რომ ვარდის სურნელს რო წაიკითხავ, დაიცადე ერთი დღე და ეგრევე გადაშალე ჩემი სიმღერა. და მე მაგ ეგეთი განცდა, რომ შეუძლებელია ეგ რომანი დაგეწერა და არ ყოფილიყავი თვითონ ძალიან დამძიმებული მაგამით. და მაგ იმის განცდა, რომ ჩემი სიმღერა არის ჩემი მცდელობა რომ გადარჩე. ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის თამაში. მე ეგეთი განცდა დამრჩა ყოველ შემთხვევაში. მე ვიტყოდი რომ ორივე ჯოჯოხეთის გრადაციებია სინამდვილეში. ჩემი სიმღერაც? ჩემი სიმღერაც, ხო, იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში ვართ ჯოჯოხეთში. ანუ ესეც ავხსნა? რომ ვკითხულობთ დანტეს ღვთაებრივ კომედიას, ხო? ღვთაებრივ კომედია ჯესერთ საერთოდ არ ერქვა, ამას ერქვა უბრალოდ კომედია და ღვთაებრივი ბოკაჩოს ჩაწოდებით, ხო? როგორი მომხიბლავია ეს პირველი ნაწილი ჯოჯოხეთში შესვლა ვერგილიუსის გიდობით, ხო? წინამძღოლობით და ესეთი სურათხატები, ესეთი გაშლა, ესეთი თვითონ როგორი ახტაცებულია ამ ყველაფრის აღწერით, ხო? დანტეც. კი, აშკარად. და როგორც კი გავდივართ ჯოჯოხეთიდან, ჯერ სალხინებელი და შემდეგ სამოთხე აი ბრინჯივით იბნევა. იმიტომ რომ არ იცის რა აღწერს. ეს არ იცის რა. რაღაც ეთერულ რაღაც სხეულებზე გელაპარაკება, რაც არის სრულიად არადამაჯერებელი. მაგრამ ამისი გჯერა, რასაც უყურებ რა. რასაც უყურებ, ეს არ წამომცდენ, იმიტომ რომ ამას განახებს. ეს არის კამერა, რომელიც დადის და რომელიც ხარ შენ, მკითხველი, ხდები მაყურებელი. აი ესეთივე ჯოჯოხეთში ვართ ჩვენ, ძალიან დამაჯერებელია და ჩვენ არ ვიცით სამოთხე სინამდვილეში. ამიტომაც არის ძალიან ვიტყოდი დიდხანს იცოცხლა საერთოდ რელიგიამ, რომ ქრისტიანულმა განსაკუთრებით, რომ მერეა ეს მთავარია, შენი ყველაფერი, რასაც მიაღწევ, მერე იქნება. ხო, ეს დროებითია და მე, ხო. ხო. და ის არის უკეთესი ცხოვრება. ოღონდ ჩვენ იმის შესახებ არაფერი არ ვიცით. მაგრამ უნდა დავიჯეროთ, ეგ არის მუღამი. ხო, გამოცდილება არ არსებობს ამის. არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნია ამის რო არსებობს. მაგრამ რაც გვაქვს, აი ეს არის ჯოჯოხეთი და ამიტომ ვამბობ, რომ ორივე ერთი და იგივეა, უბრალოდ გრადაციებშია მან სხვაობა. ჩემ სიმღერასა და გადარჩენა მეორე საკითხია, მაგრამ გრადაციებია, როგორც ცოტა უხეშად ვიტყვი, პორნოგრაფიას და ეროტიკას შორის ხო განათებაშია სხვაობა. აქაც ეს არის, განათებაშია სხვაობა რა. შენი მუღამი რა არის წერის პროცესში? ანუ როცა ამბავს ყვები, რაღაც მიზანს უსახავ შენ ტექსტს?
აი ეს კარგი შეკითხვაა და ეს არის წერლის შეკითხვა შენაც დასვი, მაგრამ მე ესე გეტყოდი რომ მე არ ყვები ამბავს. მე ყვები იმისთვის რომ ამბავი დავინახო. შენთვისაც ძიების პროცესი არის ეგა? ხო, ნუ ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამას კლე ამბობს, პაულ კლე. მე არ ხატავ იმას, რასაც ხედავ, არამედ ხატავ იმისთვის რომ დავინახო. ეს არის შემოქმედება, ეს არის როგორ გითხრა? აი დემიურგს, ღმერთს, რაღაცა ძალას, რასაც ეძიებენ, ხო? რომ შენ ამას გაუტოლდე სადღაც, რომ ქმნი. პრინციპში შენ თიხიდან, მიწიდან, ტალახიდან რაც გინდა დაარქვი, რაღაცა ერთგვაროვანი მასიდან ქმნი მეორე სხვაგვაროვან რაღაცას რა. თან აუგზნობ შენ პერსონაჟებს? აი ესეც კარგი შეკითხვაა რა. აი ისიც კი ვინც გეზიზღება პერსონაჟი, ხო? იმასაც თუ არ თან აუგზნობ, დამაჯერებელი ვერ არის. აი უბრალოდ დაგეშლება, ვერაფერზე ვერ დადგება. ილია თან აუგზნობს, ნუ არ სამშენი აზრი. რა თქმა უნდა. ჩემი ეს უყვარს. თვითონ არის, აი მე რას ვამბობ, იცი რომ თვითონ არის შენ თავში კომპონენტები რაც არის. აი რაც არის, თქვათ, ჩვენ რაც გვამსგავსებს, რაც გვიზიდავს ერთმანეთში და არის რაც განგვიზიდავს, ხო? ხო. ანუ სხვადასხვა კალიბრაციები რაც გვაქვს ჩვენ. მაგრამ აი ეს მარცვლები ჩვენში რაც ყრია, იმას ვიღებთ, ვერტყავთ და იქიდან ვქმნით რაღაცას. და ამიტომ ვამბობ, რომ ილია აი ეს ამობერტყილი აქვს თავისთავიდან რაღაცეები და იქიდან ძერწავს. სხვანაირად ვერ შექმნით პერსონაჟს. ხორე უყვარს შენ რომ ამბობ, რა თქმა უნდა უყვარს. ვერ დასცინებ თუ არ გიყვარს. მოი დავიწყოთ ლაპარაკი შავი ფერით. მე ვხვდები რომ შავი შენთვის არის შენს ლიტერატურაშიც, არა მხოლოდ ჩაცმულობაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი ფერი. რატო? სიტყვა შავიც და მოცემულობაც, შავი ფერი. თალხი. თალხი, კი ბატონო. ხო. არ ვიცი, ალბათ თვითონ აი ამ სიტყვაშივე არის პასუხი. თალხი რა განწყობასაც ქმნის, როდესაც შემოდის ყურში ეს სიტყვა, ან როცა შემოდის ყურში სიტყვა მიტკალი. არის ჩვენ ქართულში ეს ბედნიერება გვაქვს, რომ რაღაც სიტყვები უკვე თავის თავში პასუხებს გულისხმობენ და აღარ უნდა განვავრცოთ ხოლმე თითქოს. მაგრამ ის რომ შავი ესეთი ძლიერი კომპონენტია, მე ვიტყოდი, ჩემს ვთქვათ გარეგნობაშიც და ვთქვათ ჩემს ნაწერშიც. ხო, ეს არის პრინციპში ფერის გაქრობა. ფერადოვნების მაქსიმალური დაყვანა და ჩრდილად ქცევა. ალბათ ეს პასუხი არის აი წეღანდელ ჩვენს ბოდვაზე ქუჩაში, რომ ხო ალბათ მე აუთსაიდერი მწერალი ვარ, ჩრდილის მწერალი ვარ. ალბათ აი ეს არის რა, ალბათ გაქრობის აი ჩემში ეს ორმაგობა ყოველთვის იყო რა, ერთის მხრივ ვიყავი აი ესეთი ძალიან სოფიტების ქვეშ მდგარი, გადანათებული რაღაცა პოპ ვარსკვლავი და მეორეს მხრივ ვიყავი აი ჩრდილში განდეგილი სრული აი პირ ამოკერილი ბერი და ესე ვამბობდი ხოლმე რომ ის თუ იგია პოპი, მე ვამბობდი რომ მე ვარ, ნუ ჩემ თავთან ახლა სადმა მეთქვა ვის რაში ვჭირდები. მე ვარ პოპ ბერი მეთქი. ის სოფიტების წინ სცენაზე დგომაც ეს გაქცევა იყო ჩემთვის სინამდვილეში რა. აი აქ ყველაზე უკეთ იმალები, როდესაც შენ დგახარ ყველას წინაშე შიშველი. იმად გონიათ რომ ხედავენ. და შენ ამ დროს ყველაზე კარგად მანდიმალები რა. ეგ საინტერესოა. რა არის ხომე მარცვალი, საიდანაც შენი ტექსტი იზრდება? ეს იცი როგორი მომენტი, აი იმპულსი არის უბრალოდ კეთებაში. მე რო შემეძლოს მუსიკის კეთება, მე მუსიკოსი ვიქნებოდი ულაპარაკოდ. მირჩევნია, იმიტომ რომ
იმ წამის მიერი არის შენი გაცვლა ეს. შეიძლება ერთ ადამიანს უმღერო. მაგრამ მე მიმღერია საერთოდ არც ხმა მაქვს, არც მენა. საერთოდ არაფერი არ მაქვს. უბრალოდ მე ვიყავი რა იცი? უბრალოდ რომ ბგერა ამოუშვა შენი არსიდან, შიგნიდან. ისინი მღეროდნენ და მე უბრალოდ რაღაცას ღმოოდი ალბათ ჩემთვის. ნუ მაშინ ეს კიდე ჯერ როცა ვსვამდი აი ეს პერიოდია. ამას დიდი სიამოვნება მე არ მიმიღია. ნუ გარდა წერისა, რა თქმა უნდა. წერა არ ვიცი, არის ყველაზე დიდი ნარკოტიკი, ძლიერი მე რაც ცხოვრებაში გამისინჯავს. და მე გამისინჯავს ნარკოტიკები. და ის შენ რასაც ეძებდი, რომ აი სადღაც ვიკვეთებით, ხო? ვიღაცეები ვართ ამ ქვეყნად, ხო? და აი ის თურმე ჩემნაირია, ჩემნაირი კალიბრაციის არის ვიღაცა კაფკა სადღაც ან ყოფილა. თუმცა არავინ არ ყოფილა, ყველანი ვართ, აი ეს არის ერთ-ერთი ხიბლი ლიტერატურისაც მათ შორის, რომ ჩვენ სულ ვართ. უბრალოდ კაფკა ვეღარ წერს, თორე ის სულ არის, ის მარად ცოცხალია და ჩვენ გონია რომ ვერ წერს და სინამდვილეში წერს კიდევაც. ეს არის თავარი, იმიტომ რომ რამდენჯერაც უნდა წავიკითხოთ, სულ ახალ-ახალია. და ის შე რო ამბობ რომ რა არის მაგალითად აი ეს იმპულსი, ხო? აი წარმოიდგინე რომ რაღაცა ძალიან გინდა. აი როგორც კარგად აქვს დაჭერილი, ხო? რომ მე ამისგან გავაკეთებ. არჩეულებრივ გამოფენა. ხო. ეს არის მართლა ბრწყინვალედ დაჭერილი მომენტი რა და რას გააკეთებ ამისგან? აი რას? აი ეს უკვე მეორე საკითხია. მთავარი არის რომ მე ამისგან გავაკეთებ. აი ეს თუ არ არის შენში, შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამ იმპულსის შემთხვევაშიც შეიძლება ვერაფერი გააკეთო, მაგრამ ეს თუ არის, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი არის წინ, მაგრამ მერე იწყება მთავარი. ამაზე მე და დოჩანიშვილს ძალიან ბევრი გულაპარაკია. გურამთან ბევრი მიდიოდა იმისთვის, რომ ბატონო გურამ. და მეც მათ შორის ერთ-ერთი ღლაპი ვიყავი ალბათ, ხო? ჩემნაირი მილიონმა გაიარა მის ხელში. ეს ნათელი ადამიანი იყო. მაგრამ აი როგორც წერა არ მინდა თქვა, როგორც ალბათ არწივს ან ქორს თვალები აენთო, რომ დაინახა ხელზე მქონა გამობურცული ამ თითზე. შუა თითზე მქონა გამობურცული წერისგან. და აი წერალი რომ წერალს მიხვდება რა. აი ამან შექმნა ჩვენი გადაკვეთის წერტილი, ჩვენი აღმოჩენა რაღაც, ხო? ხო. ნუ ქიმია მერე წამოვიდა და ძალიან კარგად იცოდა გურამმა, ამაზე გულაპარაკია, შრომა, მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის ალბათ მთავარი ყველაფერი რა. იმიტომ რომ ბევრი ვიცით იმპულსის გარეშე სრულიად ბევრს მუშაობენ და რაღაცას აღწევენ. ესეც შესაძლებელია. ოღონდ მე რას ვამბობ? იმპულსი არის უკვე ძალიან მაგარია, შრომობ ძალიან მაგარია და ეხა უმთავრესთან მივდივართ. ესე იგი, შენ წარმოიდგინე, ნუ ადრე წერდი და მე ვარ ის თაობა, რომელიც ხელიდან გადავიდა კომპიუტერზე. და წერთ კომპიუტერში, ხო? და არა კომპიუტერზე. წერთ, არაფერი ხდება, არაფერი წერთ და უცებ ბუმ და მოდის რაღაცა. რასაც ჩვენ ან მუზას დავარქმევთ, ან შთაგონებას, ან რამე სხვას, მაგრამ ეს არის აგია იგი. ეს არის ის, რაცაც ქვია უკვე ნაკადი. შენ უკვე შევდივართ აი ამ ნაკადში და აი აქ უკვე შენ ელაპარაკები პლანეტებს. ისეთი სივრცეების ბინადარი ხდები, სადაც შენ ხედავ სიზმრებს, არა სხვისებურს. ერთი ადამიანისთვის წერ შენ? აი რო ირჩევ ვიღაცას, რომ მოდი ამას მოუყვები ახლა მე ამბავს. თუ სიმღერა შეიძლება ვიღაცისთვის. გამოდის რომ ერთი ვიღაცისთვისაც შეგიძლია რომ წერო და ფეხებზე დაიკიდო დანარჩენი ყველა. ზოგს აქვს ეს მომენტი, რომ ვიღაცაზე კონკრეტულზე უნდა იფიქროს. მე ესე არ მაქვს, რომ ერთ კონკრეტულზე უნდა ვიფიქრო. მე ვიცი, აი რაღაც მომენტებში ვის როგორი რეაქცია ექნება. აი მაგალითად ბევრს გონია რომ კაფკა არის ბნელი ავტორი. კაფკა არის საოცრად სასაცილო ავტორი რა. ოღონდ ეს ხვანაირი იუმორია. იხსენებენ როგორ კაფკა უკითხავდა თავის ნაწერებს, მეგობრებს და თვითონ კვდებოდა სიცილით.
ისინი არ იცინოდნენ, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რა იყო სასაცილო, მაგრამ თვითონ იგუდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინე ეს ეპიზოდი რა, ვერავის ვერ აცინებს, მაგრამ თვითონ კვდება სიცილით. კაფკა ეს თითქმის 2 მეტრიანი გამხდარი ადამიანი იგუდება სპაზმებამდე მიდის. არის ხო ამაში რაღაცა ძალიან ტრაგიკული რა. მაგრამ ამასთანავე ძალიან ლამაზიც, რაღაცა საოცარი სიდიადეა ჩემთვის ამ სილამაზეში. აი ზუსტად ეს მომენტია რა, რომ შენ ვიღაცები წარმოგიდგენია და არაერთი ვიღაცა. არ ვიცი, მე ერთი ვიღაცით ვერ გავქაჩავდი. უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, რომ იმას ველაპარაკო მთელი წიგნის განმავლობაში. თავს აწონებ მკითხველს მაგ დროს, რო წერ. როგორც ფაშევანგი კუძშლი? ხო. არის შენთვის ეგეთი თან წერ და თან აი გრძნობრო ევასებად. არა, ვერ ვიტყოდი. ვის უნდა მოაწონო თავი? აი შეკითხვას ვერ ხვდები. ყველაზე დიდი თუკი არის ამ შემთხვევაში ხარ შენ განსაზღვრები ამისი. შენ თავს თუ არ მოაწონე, უბრალოდ მერე თუ ვინმეს მოეწონა, ეს ცალკე ამბავია და ეს ვიტყვით რომ ვახ, შედგა ეს ქიმია. მაგრამ ეს არის მომავლის ამბავი და იმ მომენტში შენ შეუძლებელია ვისთან უნდა გაშალო კუდი. შეიძლება იფიქრო ვიღაცებზე რომ აი ეს მოეწონებოდა, მაგრამ ის უკვე გაკეთებულია. შეხო იმისთვის არ აკეთებ რომ ვიღაცას მოაწონო, ეს რა მარაზმია, მე ვერ ხვდები. გამოდის რომ მაშინ აი როგორ გითხრა, რაღაც ბალანსი უნდა დაიჭირო, რომელიც ეს არ იქნება მართლა მარტო შენთვის დაწერილი. მაშინ საერთოდ რატო წერ, ხო? ეს არის ბალანსი აი უაღრესად პირადულსა და აი ვიღაცებს შორის, არა კონკრეტულ, მაგრამ აი ესე ფრაგმენტულად ვიღაცებს შორის ბალანსის დაცვა, რომ ძალიან იქითაც არ გადაიჭრა და ძალიან შენ თავშიც არ ჩაიკეტო რა. ზოგჯერ ირღვევა ეს ბალანსი რა და ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან გადადის იქით ადამიანი, რომ მოაწონოს თავი, თქვათ არ ვიცი. არ მინახა ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო, ალბათ მე საუბარში გამოჩნდება. მაგრამ არის ავტორები, რომლებიც ხო, აი ცოტა აქეთ არის გადმო აი მაგაზე კითხავ ზუსტად. ყველა ვარიანტში არსებობს, რომ ვიღაცას უნდა მოაწონო, მაგრამ ის რომ შენ იმისთვის გააკეთო, რომ ვიღაცას მოაწონო, ეს არასწორი მგონია რა. სპეციალურად აკეთებ იმას, რომ არ იყო ავტორი ყველასთვის. ზადაბურჭველაძე არ არის ავტორი, რომელსაც ყველა წაიკითხავს. ეს არის არჩევანი. ეს არის არჩევანი, კი. ჩვენ ვიცით საქართველოში ავტორები, არც თუ ცუდი ავტორები, რომლებიც ბევრისთვის არის უფრო. ბურჭველაძე არ არის ეგეთი. ეს არჩევანია, იმიტომ რომ მაგალითად როცა გეტყვის ადამიანი რომ აქავთ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც, ხო? ხო, აი აქავთ გავარ. მე არ შემიძლია რომ ვიღაცამ აი კონკრეტულმა ადამიანმა შენ ვიზეც მალაპარაკე წეღა ნამდენი, რომ აი ვის ვაწონებთ თავს. ჩემთვის უფრო საშიში არის ვის არ ვაწონებ თავს. მე შინია რომ ვიღაცებს არ მოვეწონო. გადარდებს ეგ? ხო, რა თქმა უნდა, მე არ მინდა რომ გაგების აქტი შედგეს ვიღაცებთან. მე განდეგილი ადამიანი ვარ, დავით, ეს ჩემი არჩევანია. წეღან ახსენე სიტყვა გემოვნებიანი. შეგიძლია მითხრა ვინ არის გემოვნებიანი მკითხველი? რას ნიშნავს გემოვნებიანი მკითხველი? ხო, აი ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. მაგალითად, შემიძლია მე უბრალოდ რაღაცას დავაზუსტებ და მე პასუხს შევეცდები რომ გაგცე. უცებ რომ დაფიქრდე, ყველაზე ლამაზი წიგნი რა გახსენდება? ან თუ იცი ესეთი. ლამაზი? ვასენ, ბრაზილია. იმიტომ რომ ლამაზი შეიძლება იყოს კოლიმური მოთხრობებიც. თავისი სისასტიკის მიუხედავად? რა თქმა უნდა. ეს არის წიგნი, სადაც ერთი სიტყვა და მე მეცაც ვიტყვი, სასვენი ნიშანიც კი ზედმეტი არ არის. ეს არის მაქსიმალურად დაწურული, ამაზე დიდი სილამაზე ადამიანმა შეუძლებელია შექმნა. სასტიკია, მაგრამ სასტიკია შინაარსით. იქ არის ერთი ეპიზოდი, მე შენ გაგახსენებ. როდესაც გადაყავთ, თქვათ, ერთი ლაგერიდან მეორეში, გზაში სუფთა ტექნიკური პრობლემა თუ ჩდება, მაშინ აჭრიან ხელებს, ხელის მტევნებს, რომ ეს იმის დასტურია, რომ აი ხელები მოვაჭერი და ის ვერ გადარჩება. და ერთ-ერთი ბადრაგი დიდი ქარბუქია და მოაჭრის ორივე ხელის მტევანს ადამიანს და იქ იყო აი ლაგერებს შორის, ბანაკებს შორის იყო სპეციალური ქოხები, სადაც
ადამიანები შეეძლოთ შესვლა, როგორც მონადირეებისთვის, ხო, სანადირო ხოხები, როგორც ვიცით, სახლები, რომ იქ გამთბარიყვნენ, ღამე გაეტარებინათ. და ეს შედის ეს ბადრაკი. და ზურგჩანთაში უწყვია ეს ხელის მტევნები. ცოტა ხანში მოდის ის ხელის მტევნების გარეშე, რომ გათბეს. ანუ ისეთი ყინვაა გარეთ, რომ სისხლი არ გამოდის, ეყინება ზევიდან და ის ადამიანი ხო აღარ არის ადამიანი. ის როგორც კი სითბოში შემოვა, ანუ წარმოიდგინე სიცოცხლისთვის შემოდის რომ მოკვდეს. ამაზე სასტიკი რა გინდა, წარმოიდგინე რა. მაგრამ როგორი სილამაზეა, აი ამის აღწერა თვითონ აი ამ საშინელების. დაუბრუნდეთ ბრაზილიას. შენამოფრე ყველაზე ლამაზი წიგნია. წამოვიცროლე ხა აი. ხო, მე დაგიბრუნებ მაგალითად არტისტული ყვავილებია, ყველაზე ლამაზი წიგნი, მე რაც ვიცი. იმიტომ რომ ისევ სიტყვასთან მივდივართ და თუ კი სილამაზეა, ნუ აი მეტი სილამაზე ქართველისთვის უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია. აი მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენ ვიტყვით ლამაზი, მე არც ერთი წიგნი აი არ ამომივა პირიდან, იმიტომ რომ ვერ ვამბობ წიგნზე რამ ლამაზ. იმიტომ რომ სურათ ხატები ძალიან ინდივიდუალურია და ეს ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, მაგრამ როდესაც ჩვენ გვეუბნებიან დაასახელე ყველაზე ლამაზი ფილმი და თუნდაც შენთვის ყველაზე ლამაზი ფილმი, შენ შეგიძლია დაასახელო მეტნაკლებად ობიექტური იქნები ამ შემთხვევაში. მე როგორც ხვდები შენთვის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ემუშავა ავტორი ენას. შენ ხარ ავტორი, რომელიც მე ხვდები ამას, ანუ ეგ შემიძლია რომ გამოვიცნო. ვიცი რომ შეგიძლია, იმიტომ ვპასუხობ შენ ამას. ხო, რომელიც ესეთი განცამა აქვს, რომ თითოეულ წინადადებაზე აი დურგალივით მუშაობს. ეს წინადადება უნდა იყოს აი ამ რიტმში, მე ასე მოძდევდეს, ეს ჩანს, როგორ ეკიდები, როგორი დამოკიდებულება გაქვს ენასთან. ძივი უნდა აკინძო. ხო. მე როგორც ხვდები შენ კოლიმური მოთხრობები მათ შორის იმიტომაც მოგწონს, რომ იქ არაფერია ზედმეტი, ანუ არის სუფთა ტექსტი. გაწმენდილი, უნივერსალური ტექსტი. მარკესი ამბობს ერთ ინტერვიუში, რომ ჩემი საქმე არის მკითხველის ჰიპნოზში შეყვანა და ჩემი მიზანია, რომ არ გამოვიდეს მკითხველი, როცა მივაძინებ. აი ჰიპნოზში შევიყვანა, არ უნდა გამოფხიზლდეს. როცა ვხვდები, რომ დამიკოჭალდა წინადადება, სჭირდება თუ არ სჭირდება, მე იქ ვამატებ ორ ზეცართავ სახელს. შენი ლოგიკით ეს არის მინარევი. და არ არის საჭირო, ანუ შენ ირჩევნია ბასრი, ალესილი, ნაჯახივი ტექსტი. მე ვიტყოდი კონტრასტული შხაპი. მე არ მიყვარს მიძინება. არა ვარ ჩვენ მიძინების ტაძარში. აი ეს ჯაკუზი, რასაც მარკესი აკეთებს, რასაც ვიცით ჩვენ ავტორები, რომლებსაც აი მიძინებაში მიყავხარ, მაქსიმალური კომფორტის ზონა შეგიქმნას, თაუბრუ დაგახვიოს, აი ეს დუდუკი დაგიკრას და შენ ამ კობრასავით თავს აქნევ რა და მიწვევი და შეყვენთავ რა. ეს არ არის ჩემი. ეს არის ჩემი არის მახვილი კუთხეები. დამსხრეული სარკე რო წარმოვიდგინოთ რა. დამსხრეული აი სარკე ხო ეს თავიდან ბოლომდე ჯადოქრობაა, ჯადოსნობაა, ხო? სარკე ასევე დამსხრეული. ეს არის კიდე უფრო დიდი ჯადოქრობა რა. აი ეს ნამსხრევები რო ყრია და არა მარტო რაღაცა ერთ კონკრეტულს ირეკლავს, არამედ ეს ხო სხვადასხვა რაღაცეებს ირეკლავენ და მთელი ჯადოქრობა უკვე აი იქ არის გაფანტული რა. სამყარო სხვადასხვანაირად აირეკლა იმ ნატეხებში. არამედ ის ძალიან ბასრია, ის ჩვენ იმის აკრეფა რომ დავიწყოთ ჩვენ ხელი დაგვესერება და სისხლი წამოვა. ანუ ეს არის მტკივნეული პროცესი, აკრეფა, სამყაროს აკრეფა, შეკოწიწება. ვის აკითხებ პირველად ტექსტს? ოხ, კარგი შეკითხვაა რა. მე მქონდა ფუფუნება და ალბათ ეს არის მწერლისთვის ალბათ ყველაზე დიდი ფუფუნება, რომ ყველაზე ძლიერ მკითხველს მისცე წიგნი წასაკითხად. მე ესეთი დიდი საჩუქარი გამიკეთა ცხოვრება მეს იყო ლევან ბერძენიშვილი. ტანკი? ტანკი, ხო. ბლოგიც გაქვს შენ. ტანკი ეგრე ქვია. ხო, სწორად მახსოვს. კი, ლევანზე არაერთი ბლოგი მაქვს სხვათა შორის და ერთ-ერთი არის სამი. თუ აჰა, აი შენ ემზადები რესპონდენტისთვის. სხვათა შორის ეს მითხრა ოთარ ჭილაძემ პირადად, რომ
უნდა იპოვოს შენი მკითხველიო. აი ის პირველი ვისაც წააკითხებო. მე გამიმართლა რომ ესეთი მკითხველი არის თამაზიო. მე მყავს ჩემი ღვიძლი ძმა, რომელსაც პირველს ვაკითხებ და ვითვალისწინებ იმის მაგათ მე როგორც ვიცი სასტიკი პარეკრობა ქონდათ ერთმანეთში. და დაუნდობელი იყო თამაზ ჭილაძე მის მიმართ, ანუ რაც ამოსწონდა ესე ნაჯახივით ეუბნებოდა და ეს ბრაზდებოდა მე. ეს პროცესია შენ იღებ ან არ იღებ. არ ვიცი შენ როგორი მიდგომა გაქვს, მაგრამ ვერ დავიჯერებ რომ ის ტიპი ხარ, ვისაც ეტყვიან რომ ეს არ ვარგა. ხო. და არ შეჯავრდება ის ადამიანი, ვინც ამას ეუბნება. ჩემს მაგალითად რომ უთქვამთ ბრაზდები. შეიძლება გავითვალისწინო. გაჩნია ვინ გეუბნება. მე იმაზე უფრო ბრაზდები ვიღაცამ რომ მითხრა მომეწონაო. მართლა? კი. რატო? არ მინდა რომ მე იმას მოვეწონო, აი მასთან საერთო გადაკვეთა რომ მქონდეს. აი რაღაცა საშინელება. მაგრამ მე გეტყვი მეორე მომენტს რა. ლევანი მყავდა, აი ეს ბედნიერება მქონდა რომ ლევანი ყოფილიყო ჩემი მთავარი მკითხველი და მე გვიან შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში ჯაფიკა. ნინო ჯაფიაშვილი, რომელიც საერთოდ ლიტერატურასთან, ანუ ლიტერატურის ორბიტაზე არ ტრიალებს. და ეს იყო ჩემი ძალიან მაგარი როგორ გითხრა, თვალი, რომელიც ლიტერატურას კი არ დაინახავდა. აზრის, არსის აი როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი მკითხველი, ოღონდ ნინოს განსაკუთრებული თვალი აქვს, არა როგორც ჟურნალისტს, არამედ ნინო თან გემოვნებიანია, ჩვენ რაღაც ისეთები გვაქვს გადაკვეთის წერტილები, რაც არა გვაქვს სხვასთან. არ ვიცი, მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ არ ვიცი, გვახარია მომკლავს ამის გამო, მაგრამ რომ ვთქვათ მიყვარს დევიდ ლინჩი, ხო? არ უყვარს გვახარიას ლინჩი. ვაიმე არა რასამე. აი ვიტყვით რომ გვიყვარს ლინჩი, ვთქვათ მე და ჯაფიკა და ვერ ვიტყვით რატო. ლინჩმა ჩვეულებრივი ამბავია. ლინჩმა ძალიან იმუშავა ამაზე რომ შენ ვერ თქვა რა მოგწონს მაშინ და თვითონაც არ იცოდა ხშირად რას აკეთებდა, მაგრამ აკეთებდა ლამაზად. ესთეტურად. აი სიკვდილსაც ისე მოგაწონდებდა რომ სიკვდილი მოგინდებოდა კაც რა. ლინჩის შემთხვევაში ხანდახან ვერ იტყვი რაზეა ფილმი. კაცო თვითონ არ იცოდნენ პერსონაჟები ერეოდათ, აი კურდღლებს რო იღებდნენ, ვერ ხვდებოდნენ უკვე ვის ახმოვანებდა. მე როცა იხსენებდნენ მსახიობები, აღარ იცოდნენ ვინ იყო იქ. შენ წიგნებზე შეგიძლია რომ იგივე თქვა. მკითხველს რომ მოეწონოს და ვერ ახსნას რატო? ანუ ჩემი წიგნი მოეწონა ვიღაცას და ვერ გაიგო რატო? გინდა რომ ეგეთი ავტორი იყო. რატომაც არა. ეგ არ არის პრობლემა. მე მაგ განცდა და წინასწარ ვიტყვი, რომ შენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ფორმა ვიდრე შინაარსი? ვიდრე შინაარსი. ბევრად არა, მაგრამ კი. შეიძლება გაგაწყვეტინო, სანამ შეკითხვას დასვა. უბრალოდ ჩემი ფორმაა შინაარსი. აი როგორც მე გეუბნები რომ ჩემი გზა არის მიზანი, აი ესე არის ჩემი ფორმა არის შინაარსი. შეიძლება ადამიანმა წერა ისწავლოს. წერა როგორ არა? მაშინ მეორე კითხვა. ავტორის ხმა შეიძლება რომ გამოიმუშაო? ეგეც შეიძლება. წერა ხელობაა თუ ხელოვნება? ორივე. რა აქცევს ხელობას ხელოვნება? ძალიან კარგი შეკითხვაა და გეტყვა. ჩვენ რო გქონდეს პირველი ტომი დონ კიხოტის, ეს იქნებოდა დიდი წიგნი კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ რა აქცევს მას დიად წიგნად? მონტესინოსის მღვიმეში ჩაშვება. მისი სიკვდილი ეს აქცევს მას დიად წიგნად. პირველ წიგნში არ არის დიდი ავტორი, რო წერაც იცის, ხმაც აქვს, ყველაფერი აქვს. მაგრამ ის სხვა სივრცეების ბინადარი როცა ხდება სერვანტესი, აი ეს არის უკვე მეორე ტომი. ყველა დიდი წიგნი ეს არის სიკვდილთან თანაზიარობა. ავტორის სხვადასხვა ფორმით ახსნილი სიყვარული არ ყოფნის მიმართ. ეგ ვარდის სუნელში ჩანს. ვარდის სუნელი რამდენად დიდი წიგნია, მე ამაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ ვარდის სუნელი ჩემი აზრით 21 საუკუნეში ალბათ მე ოღონდ სხვების დასახელება არ მომთხოვო, სამ საუკეთესო რომანში შევიყვანდი ვარდის სუნელს. ხო, ნუ კი ბატონო, მადლობა. ადრე გამიხარდებოდა. გამიხარდებოდა მართლა, აი ესეთი რამის გაგონება
გამეხარდებოდა აი ჟუანტელი დამივლიდა. რაღაცები მიხაროდა ადრე და აი ეს ჟუანტლები გაქრა. ჯავახიშვილი რა რანგის მწერალი გონია? საერთაშორისო მასშტაბის მწერალი გონია? უმაღლესი. კი. ვინ ყავდა პროზაში ეგეთი კიდე? კლდიაშვილს როგორ დავით უყურებ? კლდიაშვილი. ეხლა უნდა მეთქვა. კლდიაშვილი მგონია რომ მოთხრობის ჟანრში მსოფლიო დონეა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად. არა, კლდიაშვილი არის ულაპარაკოთ რაღაც მომენტებში ჯავახიშვილზე უფრო დიდია. მაგრამ ჯავახიშვილს აქვს რაღაცები, რაც არ აქვს სხვებს. მე არ ვამბობ სიუჟეტს, არ ვამბობ პერსონაჟის დამუშავებას. ეს ტექნიკური რაღაცებია, რაც გაკეთებადია ასე თუ ისე. მაგრამ თქვა ჯაყოდა რომ გამოხვიდე და რომ გამოხვიდე კვაჭიდან, თუმცა როგორ უნდა გამოხვიდე ესენია რაც არის. აი ეს გაიმასქნება, აი კვაჭის გაიმასქნება ძალიან დიდი ლიტერატურაა, მაგრამ ამასთანავე აქვს გივი შადურიც და ასევე აქვს თეთრი სახელიც. რაც შეეხება მე-20 საუკუნეს, არანაკლები ყავს რეზო გაბრიაძე. მართლა არანაკლები სიტყვა თქმნადობას რაც შეეხება რა. ძალიან ჩუმი გენიოსი. რა ვიცი, რამდენად ჩუმი, უბრალოდ ესეთი ტიპი იყო რა. გენიოსიც არა, შე რო ამბობ, გენიოზი უფრო. როგორც თვითონ ამბობს, ხო, გენიოზი. ხო, აი პერსონაჟზე ამბობს, რომ ეს იყო გენიოზი. ჭილაძის ჩამოწერა არ შეიძლება, ეხლა როგორ ჭილაძე უფრო პოეტია შენთვის თუ პროზაიკოსი? მე ჭილაძე პოეტიც აღმოვაჩინე. ну რა თქმა უნდა ჭილაძის პროზა ვიცით ჩვენ და ეს არის რაც არის რა. ყველაფერი გაგიკეთა უკვე შენ უბრალოდ დაგიღეჭა კიდევაც, უბრალოდ უნდა გადაყლაპო რა. ზოგ შემთხვევაში თვითონ ვეყლაპავს შენ რო არ იწვალო რა. მაგრამ ეს არის ფრიადოსანი მწერალი რა, აი ხუთოსანია ხვდები? ოქროს დიპლომია რა. და აი ხანდახან გინდა აი დოჩანაშვილის შეცდომები, ჩავარდნები, რაღაცეები რო ამოისუნთქო გესმის. ამაზე გვიკამათია ხულიგანს ეძახდა ბეთჰოვენს. როგორ რა სიმფონია ეს არისო, ქორალი ყავსო. ხო და აი თვითონ არის ხულიგანი. როგორც ნუ ეს ცნობილი ის, ხო? ღვთისმშობელი, ლამაზი როგორც თვითონ. ხო, მაგრამ თვითონ, სანამ თქვა ეს თვითონ ორი თვე სიტყვა ვერ დავწერე. ხო. ვერ გავაგრძელე. ხო, არ ვიცოდი როგორ დამესრულებოდა, მე მოიფიქრე როგორც თვითონ. ხო, მაგრამ იქ ამბობდა როგორც მზე, როგორც ყინვარწვერი, როგორც და ჩამონათვალი ქონდა რა. ოღონდ მთელი მუღამი რა იყო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მწერლისთვის, აი ეს ყური. ხმა კი არა, აი ყური უფრო მნიშვნელოვანია. აი მე მგონი სხვადასხვა სიტყვას ვეძახდით უბრალოდ. ხო, ალბათ, ხო, თვითონ მე მითხრა რომ ზუსტად ვიცოდი რომ ორმარცვლიანი უნდა ყოფილიყო სიტყვა. და აი ამან იხსნა, აი ამ ორმა მარცვალმა. ჭილაძე აქ აგიხსნიდა, დაგიწერდა რომ აი იმას გავდა და რატო გავდა. და თან იცი რომელ დღეებში დაგიზუსტებდა. აი იმ დღეებში, როდესაც აი მოკუფრული რო არის სამრო იცის და როცა ასე ახლოა გრემი მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი და მიდის. არა, როგორც თვითონ. ხულიგანია. ხო. რამდენი ხანია ამ ინტერვიუს გაკეთება მინდა კი იცი. 2 წელია თითქმის ამ თემაზე ვლაპარაკობ. ორი ძირითადი მიზანი იყო. ერთი ის რომ მიმაჩნია რომ შენ ხარ ალბათ ყველაზე კარგი ოსტატი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და ეს შემიძლია რომ საკუთარი არგუმენტებით ვინმე თუ პასუხი მომთხოვა უთხრა. მეორე არის ის სახე, რომელიც შენ საკუთარ გარშემო შექმენი. თავის დროზე არ შეგეშინდა რომ დინების საწინააღმდეგოდ გეცურა. ის რასაც აკეთებდი ხოლმე, ჩემთვის იყო საინტერესო. და ამას ხვდებოდი, რომ ეს არის, არ ვიცი, თამაშობს რა, კარგად. ქუთაისში ნათქვამი ქურდებს ისოცხლე, ბოზებს სიკვდილი, გახსოვს ხო? და იარაღით ასვლა, როგორ არ გახსოვს. პირდაპირ ეთერში ნათქვამის კაბრეზი, იქითური აქ, რასაც ახლა ვაკვირდები, ძალიან შეცვლილი ხარ. ვერ ამომიხსნია რატო სხვანაირ ზაზაბურჭვაზე, რომელსაც აღარ ეხალისება სასცენო მოღვაწეობა. ამაზე არ მაქვს ისეთი პასუხი, რომ ლამაზი
სიტყვებით თავბრუ დაგახვიო და თავი მოგაწონო. ვიღაცებს გონიათ რომ ადამიანები არ იცვლებიან. მე მგონი რომ ეგ არის მთელი ჯადოსნობა და ჯადოქრობა, აი მეჯიკი რასაც იტყვიან რომ ეს მოგეცეს, ეს უნარი ფერიცვალების რა. ეს თუ მოახერხე, ესე იგი გაგიმართლა. მე საკუთარ თავს ვეუბნები რომ მაშინ მართალი ვიყავი. ეს კაცი აი სინამდვილეში ეს არის ავტორი, მწერალი ზაზა ბურჭულაძეა, რომელიც ვიღაცებს გეკაიფებოდათ ეკრანიდან, სცენიდან, სინამდვილეში აი ეს არის. და მე გამიხარდა რომ მართალი აღმოუჩნდი საკუთარ წარმოდგენაში შენ მიმართ. ბინგო. და ეგ მისორდება. კითხვა იყო ის რომ ეკარიერა მიატოვე მოკლედ. მოდი ბჭყალებში და გინდა ბჭყალების გარეშე ვთქვათ ეპატაჟისტის თუ ეპატაჟს არც ვეძახდი. მაშინ დავაზუსტოთ აი ნუ ის ძველი ზაზა ძველი ზაზა რომელსაც არ ეზარებოდა რომ ვიღაც გაებრაზებინა. მაგით ხო кайფობდი აშკარად ახლა. ხო, რა თქმა უნდა. ეგ ძალიან დიდი ნარკოტიკი იყო და დიდი მე ვიტყოდი ბენზინი იყო რა, რომელიც ეხლა კიდია ეგ თემა. ხო, უბრალოდ სხვა რაღაცებს პოულობ რა ცხოვრებაში და ენერგიის წყაროებს იცვლი რა. ეხლა რა არის? ეგ ენერგიის წყარო. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ბედნიერება ვიპოვე ჩემ ოჯახში. ჩვენ ვეძებთ უნივერსალურ ადამიანებს. უნივერსალური შენთვის კონკრეტული ადამიანი. ზოგს უმართლებს, ამდენი მილიარდია ხო სამყაროში. ზოგს უმართლებს ხდება, ზოგს არ უმართლებს და არ ხდებიან ამ ადამიანებს. რა ვიცი, მე მგონი ალხსე. შენ გაგიმართლა. მე გამიმართლა, ამის თქმა მინდა. მე გამიმართლა იმდენად, რომ გარეთაც კი აღარ მინდა, რომ სადღაც პერფორმანსი მოვაწყო. და რაღაცა ენერგია სხვას გამოვწავა როგორც ვამპირმა. გაია. როგორ ჩანს ბერლინიდან რა ვითარება? რა კი მწერალი ხალხი ubრძანდებით, ხო? და მე ვიტყოდი უფრო მკითხველი ვიდრე მწერალი. ჩვენ სულ ვეძებთ ანალოგიებს ლიტერატურაში, ხო? რომ სადღაც რაღაცა ითქვა, რომ მოვარგოთ, გამოვიყენოთ ეს როგორც მეტაფორა და ავხსნათ. ჩვენ ასე ვხედავთ, ამ კატეგორიებით ფიქრობთ. დავფიქრდი, აი რა შეიძლება რა ერთ ფრაზაში რო ითქვას, აი დოჩანაშვილის იმისი არ იყოს. ვეძებდი, რომ მეთქი რა ანალოგიაა ისეთი, რომელიც ერთი ფრაზით შეიძლება ითქვას რა. სადაც ვართ ეს ზუსტად ვიცი. ეს არის კოშმარი, რაშიც ვართ. საშინელი სიზმარი. აი როგორც ნიკალას რო ადგას თავზე. დახატე ნიკალა, დახატე, ხო, მათრახეთ აი ესე ადგას ხოლმე galaktioni და აი ეს იყო რა, რომ პირველი რაც ამოვიდა, რომ აღარ გათენდება ღამე საზიზღარი რა. აი ამ კოშმარში ვართ და ეს აღარ თენდება რა. ეგ პესიმისტური განაცხადია, რასაც ამბობ თუ რეალისტური. ვიცი რომ თავს დამესხმებიან, ვიცი რომ ეს არ არის ტრენდული, რასაც ვაპირებ რო ვთქვა, მაგრამ მე მანამდეც ასეთი ვიყავი, მე ვიყავი მარცხის ავტორი და მე წავაგე ამ შემთხვევაში. მე ყველა სახელით რო არ ვთქვა და რო არ ვთქვა რომ საქართველოს მე წავაგე. შენ თუ არ აღიარე რომ წააგე, შემდეგი საფეხური თუ შემდეგი ბრძოლა არ დაიწყება რა. და მე ავხსნი თუ გინდა რა წავაგე. მინდა. მე არ ველოდი რომ ადამიანი როგორ არ ვიცოდი რომ ადამიანი ბოროტია. როგორ არ ვიცოდი რომ ადამიანი ბნელია. როგორ არ ვიცოდი რომ ადამიანი შურიანია და აი ეს ნეგატივი რაც არ უნდა ჩამოვთვალ. მაგრამ მე ნამდვილად არ ველოდი თუ ამდენი იყვნენ. არ ვიცოდი თუ ესე ახარებდათ სხვისი ჩაწიხლა, სხვისი დაჩაგვრა, სხვისი ჩაქოლვა, ჩაფურთხება. მე დავმარცხდი პირადად რა. როგორ ფიქრობ რა დააკელი მაშინ? თუ რაღაცაში მარცხდები, გამოდის რომ რაღაც ბრძოლაში იყავი. არა, მე სხვანაირად ვიტყოდი. მე ვიტყოდი რომ ვერ გამოვიცანი ბაცილა. რატო ბრძოლა? არ არის ბრძოლა აუცილებელი, ეს არის ვირუსი. მე ვერ გამოვიცანი ეს ვირუსი, ბაცილა ვერ გამოვიცანი. ავტორის თვალით რო შეხედო და სხვანაირად ალბათ არც გამოგივა. რატო ვერ ხედავს ადამიანი
ძალიან თვალხილულ ბოროტებას, ან თუ ხედავს რატო ვერ არქმევს ამას თავის სახელს და რატო უნდა ადამიანს რომ იცხოვროს ილუზიაში. და ბევრი ცხოვრობს. ვერ ხედავს? ხო, არის ხალხი საქართველოში, ვინც ამას ვერ ხედავს. აგონია რომ ხედავს და არ აღიარებს? რასაკვირველია. მაშინ თავს იტყუებს? თავს ალბათ ვერ იტყუებს. არა, აქ ცოტა სხვა რამეა, იცი? პრინციპში ღირსები არიან რა, იმისი რაც აქვთ და რა აქვთ. ერთმანეთის შერჩადებით. და ამ დროს ამათ სულ სხვა რამე უნდა სინამდვილეში რა. გონი არ უნდათ აი ეს ტრადიციებით რაც მოვიდა დღევანდლამდე არ უნდათ? არველაძეები არ უნდათ? არ უნდათ სუხიშვილები? უნდათ, მაგრამ არა აქვთ და შერჩათ ერთმანეთი. და უყურონ ახლა ერთმანეთს რა. ჩვენ რა ვქნათ? ხო, ეს არის შეკითხვა, რომელიც ძალიან მამძიმებს რა. მე ესე გეტყოდი რა, როდესაც საბჭოთა კავშირი პრინციპში დაფუძნდა და აი ეს გამოდინება მოხდა არა მარტო ინტელექტის, არამედ თავადაზნაურობის გარდა საერთოდ ადამიანობის გამოდინება მოხდა წინა საუკუნეში. სულ მაინტერესებდა აი ეს ემიგრაცია რა ემოცია იყო, როდესაც იჭრება ჭიპლარი რა. და მე აქ ცხოვრების 12 წლის განმავლობაში ეს განცდა არ მქონია. არ მქონია განცდა იმისი, რომ მე რაღაცა დავკარგე. და აი ეხლა გამიჩნდა. და ამაზე მტკივნეული არ ვიცი რა შეიძლება იყოს და კიდე დავამატებ ბარემ რა ჩემ შემთხვევას რა ემატება და რატოა ეს ესეთი მძაფრი. მე დავიბადე 70-იანების დასაწყისში და ძალიან ცოცხლად მახსოვს რომ არ შეიძლებოდა კომუნისტურ პარტიაზე ანეკდოტის მოყოლა, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება დიდი საფრთხე შექმნოდა შენ ოჯახს. მე აი წარმოიდგინე, აი ამ რეალობაში ცხოვრობ, ანუ რაღაცა მითოსში ცხოვრობ და ეს უცებ ინგრევა და შენ გეუბნებიან რომ ეს იყო ტყუილი. ეს ძალიან დიდი ტრამვა ადამიანისთვის, როდესაც მისი ცნობიერებისთვის რომ შენ რეალობა, რომელიც შენ გეგონა რეალობა, რომ ეს ტყუილი იყო, რასაც გეუბნები. ჩამოიშალა ეს ჩემ თვალწინ და მითხრეს რომ არა. თავარი ღირებულება არის სამშობლო, საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა და ბორჯომი გადაგვარჩენს ჩვენ, ქართული ჩაი გადაგვარჩენს ჩვენ. ბევრი რამე გადაგვარჩენდა რო გესმინა მაშინ და ესეთი ლოზუნგიც კი იყო ერთი ჭიდაობა გადაგვარჩენს ჩვენ. არ უცმენი. კი იყო ეს ხუჩები სავსე იყო ხოლმე რაღაცა პიმენი და ჭიდაობა გადაგვარჩენს ჩვენ. უცებ გეუნებიან აი ეს ახალი რეალობა ის არის რომ ბიჭო შენ რო გეგონა რომ პროფესორი მაგარი ვინმეა, აკადემიკოსი მაგარი ვინმეა, იშტოიანი მაგარი ვინმეა, თურმე ესენი არავინ არ არიან. თავარი იცი ვინ არის? ქურდი. ბიჭო ქურდია თავარი რა. კანონიერი ქურდი. ვაჰ, ბიჭო იწყება ეს ფიქრი გესმის და ახალი კონფიგურაციაა რა შენ ტვინში რომ ის კი არ ყოფილა თავარი პროფესორი. არამედ ქურდი და თან ქურდი პროფესორიც ეს მაგარი მომენტია გესმის? ჯაბა იყო. ჯაბა, ჯუბა, ჯაბა. პრინციპში შენი ტვინი, რომელიც ელასტიურია და ცდილობს რომ გადარჩეს ახალ რეალობას, ერგება და უცებ მოდიან და გეუბნებიან რომ ქურდი ბიჭო ციხეში უნდა იჯდეს, ან რუსეთში გაიქცეს რა. და ეხა ვინც არ ამოხვალთ მატარებელი მიდის რა. 2003-ში რევოლუცია არ იქა ყველაფერი დამთავრდა. მთელი ეს შენი ჯაბა იოსელიანები ყველანი დარჩნენ წარსულში. ბიჭო მესამედ ხდება ღვევა რა ცნობიერების. და გეუბნებიან რომ ესეც კი შეცდომა იყო, ესეც კი ტყუილი იყო სისხლიანი 9 წელი და შენ ხარ საერთოდ სხვაგან. და რამდენ გატეხვას უნდა გაუძლოს ტვინმა ცნობიერება მე უკვე ხო, მაგრამ ასაკთან ერთად ხო შენი ადამიანის ტვინი წესით აღარ ემორჩილება იმას, რასაც გეუბნებიან. არა, მე მაგას არ გელაპარაკები. მე გელაპარაკები შენ გარშემო იცვლება რეალობა, გესმის? კი, და შენ რო არ შეიცვალო, როგორ უნდა გადარჩე ამ რეალობაში? აი ამას გეკითხები. ამიტომ მე ყოველთვის ვიყავი აუთსაიდერი. მე ვერ ვეწერებოდი, შიშარა ადამიანი ვარ. მე თხოვნა არ შემიძლია. მეშინია თხოვნის. ვერ მივსულ ვარ თხოვნით ვერავისთან,
ვერასდროს ვერავინ ვერ გაიხსენებს რომ მე ვინმეს რამე ვთხოვე, გამეკეთე სამსახური. მე რო წამოვედი, არ ვიცი გეხსომება. შენც კი ყოფილ ხარ მათ რიგებში, მანქანიდან რო ხელი დაგიქნევია ქუჩაში რო დაგინახივარ. მე მახსოვს ეს. მე ვიყავი სუპერ ვარსკვლავი რო გამოვიდოდი ქუჩაში, ყოველი მე რამდენი ადამიანი გხსნობს ქუჩაში. შე ხო ხარ მეგასტარი ახლა. რამდენი გხსნობს გულახდილად? ყოველი ხო. ნუ არ არის კომპლიმენტი ხო არ არის ეს საკუთარი ეს არის ბევრი კი, ბევრი. და პირობითად 10-დან ყოველი მე-10 პირობითად ვთქვათ რა. ნუ ალბათ ყოველი მე-3, მაგრამ ვთქვათ ყოველი მე-10. ნუ მე ყოველი 30 მაგალითად ვცნობდა რა. 50 იყოს, მაგრამ რო გცნობენ, ეს ძალიან ძლიერი რაღაცაა რა. ყოფილა როგორც ძმები ვართ, ყოფილა ასევე შენი. და აი ამ ცნობადობის მიუხედავად საჭმელი არ მქონდა. შე ხო გააქვს საჭმელი. შე ხო მიდექი, მოდექი, გადაცემა გააკეთე. რამდენიმე ადამიანი ყავს, ვინც შენზე მუშაობს და ესენიც იკვებებიან, ნინია ყავს, შვილი ყავს, ბინა გააქვს, გაარემონტე, ეს ყველაფერი ხო გააქვს. არ მქონდა, დათო. საერთოდ არაფერი არ მქონდა. მეგობრებთან დავდიოდი რომ მეჭამა. ამას ხო არ ყვებიან. პირიქით, ყველას ეგონა რომ ამას რა უჭირს ეს რა მაგარია რა. არასდროს არავის არ ვაჩვენებდი ამას. პირიქით, თავი ისე მომქონდა რომ არიქა მოვდივარ და მომაქვს. შენ მეუნები რომ რეალობა იცვლება და შენ მასთან ერთად აღარ იცვლები. მე არც მაშინ ვიცვლებოდი პირობით, არ შემიძლია ჩემში რაღაცეების გადალოხა. ვერ მივსულ ვარ თხოვნით ვერავისთან, რომ გამიკეთე რამე. რას წერ? ხო. წერ თუ არა, ამით დავიწყოთ. მე არ ვიცი რამდენი მკითხველი ყავს ბლოგს საქართველოში. მით უფრო აზრიან ბლოგს. მაგრამ მე მგონი რომ ცდად ღირს. მაგრამ ამ შემთხვევაში ბლოგზე არ ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ გამრუდებულ რეალობაზე, მხატვრულ თხრობაზე. იცი როგორი რამეა, მე არ მეგონა თუ ანდაზის კი არა ფრთიანი ფრაზის გაცოცხლება მოხდებოდა რა, როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმან. მე მეგონა რომ ეს იყო ესეთი ლამაზი ფრთიანი ფრაზა. თურმე ესეა რა. მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაწერო დღეს რა ადამიანმა თუ მართლა ღვიძლის მაგივრად ღვარძლი არ გაქვს. აი მე ვისაც ვაფასებ და ვინც მიყვარს, მე ვიცი, ზვიად რატიანი, პატა შამუგია, კოლეგებს გულისხმობ რა. კითხე, აშვებით მეთქი, იმიტომ რომ მე მეგონა რომ მე გავხდი ლიტერატურულად იმპოტენტი რა, ვერ წერდი და ნუ შემეშინდა და კითხე იმ ადამიანებს, ვინც არა მარტო მიყვარს, არამედ ვისაც ვაფასებ და ვისაც ვთვლი რომ აი ამათ ზეთქას დღეს ქართული სიტყვა. წარეთ გაეცინა ორივეს. რაზეა ლაპარაკი, რა წერაზეა ლაპარაკი. ვერ წერდა. თავარი რაც არაერთ გზის ვახსენე დღესაც და ალბათ სიკვდილის განამდე ვახსენებ ბევრჯერ შალამოვს. ერთი ფწკარი არ დაუწერია თვითონ გულაგში ყოფნისას. ანუ იქ შეუძლებელია, როდესაც შენ განსაცდელში ხარ, იქ დაწერო, ჩემის აზრით. ნუ განსაცდელის ტემპერატურას გააჩნია, მაგრამ როდესაც ძალიან დიდია, როდესაც აი ესეთი მახრჩობელა ყავს და ესეთი ურჩხული მტრად, რომელმაც კეთილდღეობა შესწირა რამდენიმე მილიონი ადამიანის ალბათ სიცოცხლე, ხო? მომავალი. ხო, სიცოცხლე, ამიტომ ვამბობ რა. საქართველოს კომპასს ებრძვის და არ მინდა ვთქვა, რომ ეს კომპასი გაყინა ერთ ადგილას დღეს და ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვიზავთ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ორიენტაცია შეუცვალა ამ ქვეყანას რა. ჩვენ რამდენად ვივარგებთ, ან ვერ ვივარგებთ, ფაქტია, რომ რაღაცა დავაკეთეთ სადღაც რა.
ევროპას ჩაანაცვლებს რუსეთი, ამერიკას, ჩინეთი და ეს არის უახლოესი პერსპექტივა. ბევრს აქვს იმედი, რომ სანქციები რაღაცას იზამს. ნახოთ რა, ყოველ შემთხვევაში ჩემი პასუხი ეს არის. რომ ამ წუთას ვერ ვწერ. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის რატომაც. ან მეც მგონია რომ რაღაც დრო ჭირდება იმისთვის, რომ დაიწრიტოს შორიდან შეხედო, მაგრამ მან ერთი რისკია. აი მაგალითად ჩემს სიმღერას თუ წაიკითხავს ვინმე მიხვდება რომ ეგ წიგნი თბილისზეც არის. მან რისკი ხო არ არის, როცა შენ ელოდები, რომ გაცივდეს ამბავი, შორიდან შეხედო. ხო არ არის რისკი, რომ გაფერმკრთალდება შენი მოგონება. აი მაგალითად თბილისს ბოლოს როდის ნახე თბილისს? ხო, არ ვიცი, შენ ამბობ, როდის ვიყავი თბილისში? როდის იყავი თბილისში? როცა მე წამოვედი აღარ დაუბრუნებოდი. 10 წლებზე მეტია. ნათლად გახსოვს როგორია თბილისი? რა თქმა უნდა, ის თბილისი აღარ იქნება თბილისი, რაც მე მახსოვს და არ ვიცი, არის მაგალითად რა ვიცი რომ სხვა რამეს მეკითხები, მაგრამ აქ ისიც რომ ჩავრთოთ, რომ აი რა შეიძლება მოგენატროს თბილისში. ანუ მე თბილისს ვხედავ ჩემ წარმოსახვაში, მესიზმრება კიდევაც. ნუ თუ ის ფრაგმენტები თბილისია, მაგრამ მე თბილისი მგონია ხოლმე სიზმრად. მენატრებიან ადამიანები ვიდრე რაღაცა ლოკაციები და გეოგრაფია. რაც თავარია მენატრება ჩემი თავი იმ ადამიანების ანარეკლში. აი ემზარი ვახსენე ხო, ჯერენაია რომელთანაც თქვათ აი ეს ბურიმეს ტიპის თამაშობები იყო ძალიან ძვირფასი ჩემთვის და ლამაზი. მაგარია მაგალითად ყველაზე მრავალშვილიან მამასთან ერთად ფილმის ყურება გვახარიას გულისხმობ. იმიტომ რომ ფილმი აღარ არის მარტო ფილმის ყურება, ის დიდრდება, მრავლდება და იქ კომენტარები ჩნდება და ფოლიოები და ასე შემდეგ. ერთი ბედნიერება ვთქვათ ლევანთან ერთად ლიტერატურაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს იძენ აი ამ დროს რა, არა მარტო შენ თავს იწონებ, არამედ იძენ რა. თან ლევანს ისეთი აქვს რა, გამომცდელი ტვინი აქვს, ხანდახან ისეთ რაღაცებს გეუნება, რაც ეგრე არ არის და შენ მიხვდები თუ ვერ მიხვდები ამას რა. არ ვიცი, მენატრება მაგალითად ნაკაშიძესთან რაღაცა ასოციაციობანას თამაში, აი ესეთი მართლა არავისთან არ მქონია რა, რაღაცა აზრს რო ერთად ბადებთ. რა ვიცი, ძალიან ბევრია ესე ვიც შემიძლია ესე გავიხსენო რა, ვიზეც გული მწყდება რომ მე ამ ადამიანებთან არ მაქვს ის კონტაქტი, სადაც სიცოცხლე ადასტურებს რომ ის არის, ის ფეთქავს. ხვდები, როცა შენ ხედავ, რომ შენ ცოცხალი ხარ. რა ვიცი, რამდენად დამაინტერესებს უამ ადამიანებოთ რუსთაველზე ჩავლა. თუ ამას მეკითხები, ეს არ იქნება ჩემთვის თბილისი რა. ზაზა ბატონო, ჩვენ გვაქვს ასეთი რუბრიკა, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. მოვაკეთებ ჩვენს გენერალურ პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად. შენ თქვი, მე მგონი ამ რუბრიკისთვის ყველაზე საინტერესო რამ წეღანი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შენთვისაც და შენი პერსონაჟისთვისაც არა მიზანი, სად მივა, არამედ გზა, რომელსაც გაივლის. მაგ კონტექსტში შეგიძლია გვითხრა, რატო არის მნიშვნელოვანი გზა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს. პერსონაჟი და ანუ საკუთარ თავზე შეგიძლია რომ გახსოვს შენ ეს კურტ რიხტერის ექსპერიმენტი მღრღნელებზე წყალში. კი. ხო, აი ამას მოვიტან მაგალითად რა. კურტ რიხტერი ყრის ვირთხებს წყალში და ელოდება რამდენ ხანში ჩაიძირებიან. ელოდება და სადღაც მე-15 წუთზე იწყებენ ჩაძირვას. და აი რო იწყებენ ბოლო წამს ამოყავს რა. ნუ გადის რაღაცა რამდენიმე წუთი და ისევ წყალში ათავსებს და აინტერესებს, ნუ კიდე რამდენი ხანი გაძლებენ. კიდე 15 წუთი თუ 10 თუ უკვე ძალა არ აქვს, ნუ 5, 3. რამდენი ხანი ძლებენ? 60 საათი. 60 საათი. როცა ის 15 წუთში უკვე კვდებოდა. რატო? იმიტომ რომ იმედი დაინახეს, იგრძნეს, რომ ის შეიძლება არ მოკვდეს, რაღაცა მოვიდეს და გადაგარჩინოს. აი ეს არის ის, რაც გადაგვარჩენს, იმედი. ამიტომ არ მინდა რომ ჩემი კერძო შეხედულება რომ დავმარცხი, მე სხვა დამარცხებაზე მქონდა ლაპარაკი. იქ ეს არ უნდა მივიღოთ, რომ ჩვენ დავმარცხეთ, ჩვენ იმედი არ უნდა მოგვიკვდეს.
თორე ჩვენ მოვისპოვით. აი ეს არის ჩემი პასუხი რა გამოძრავებს, იმედი. ვის თვალებში ხედავ იმედს? შორს არ წავალ. ჩემი შვილი. რო უყურებ, როგორი აფეთქება ხდება მის, როდესაც დაიბადა, აი ესე ჩემ ხელში გაიზარდა, 6 წლის ხდება უკვე და როგორ უყურებ მის ევოლუციას. ანუ აი როგორ ჩვენ შემთხვევაში ხდება ძალიან ძლიერია სიცოცხლის იმპულსი. ანუ ეს ჯერ კიდევ ადის მწვერვალზე. როდესაც რაღაცა ზენიც მიაღწევს, დაიწყება შემდეგ დაღმასვლა, მაგრამ ეხლა არის ძალიან ძლიერი სიცოცხლის იმპულსი. მასში. და მე უყურებ აი ამას სიცოცხლის იმპულსს. უკვე სიკვდილის იმპულსი, როდესაც მიძლიერდება. ვუყურებ სიცოცხლეს ფაქტიურად სიკვდილიდან. ეს არის ყოველდღიური, ყველაზე ახლოს მყოფი, სადაც ხედავ მე სიცოცხლის დადასტურებას, სიცოცხლის იმპულსს. ამის თქმა მინდა, იმიტომ კი არა, რომ რა კი ჩემი შვილია. არა, ეს არის ერთი მხარე, რომ რა კი ჩემი შვილია და თქვათ გენებს უხარიათ, რომ თავის მსგავს ხედავენ სადღაც. არა, ეს რომ სუფთა გვერდზე გადავდოთ და რაღაცა ძალიან მოგწონს, რაღაცა ძალიან გვიყვარს. დავამატებ რა კი ბოლოს და ბოლოს მკითხველი ხალხი ვართ. შიმშილი გახსოვს ხამსუნის? იქ არის ერთი სცენა, რომელიც, ამაზე ეროტიკული სცენა მე არ ვიცოდი საერთოდ სოფლიო ლიტერატურაში და დღემდე მგონია, რომ ეს არის ძალიან ძლიერია. ძალიან ძლიერი და ძალიან ზუსტი. ეს არის სცენა, როდესაც თავარ გმირს, რომელიც სახელიც ჩვენ არ ვიცით, სახლის პატრონი ეუნება, მოდი ჭუჭურდანიდან შეგახედო. და შეახედებს და იქ მისი ცოლი წევს შტურმანთან და ესეც არ არის, ეს არის ერთი მხარე, რომ ჩვენ დამკვირვებლები ვართ რა და დამკვირვებლის შემთხვევაში შედეგი ხო იცვლება, ვიცით ეს, ხო? და თან ქმარი ქირქილებს, რომ ცოლი შტურმანთან წევს, ოღონდ წევს იქ არაფერი არ არის აღწერილი. ხოლო თეთრ ფეხებს ხედავთ გამოყოფილ საბნიდან. მეტი არაფერს. მაგრამ თავარი არის, რომ ამ ქალის იქ ვინც წევს, მისი мама ლოგინის გვერდით უზის, რომელსაც აქვს დამბა ეს პარალიჩი რასაც. და ბოებლი მოსდის და ვერ ინძრევა, იძულებულია აი ამას უყუროს. ანუ რამდენიმე მხრიდან ხდება ეს დაკვირვება. ეს იმდენად აძლიერებს აი ამას, რომ ეს წერტილი, ეს თეთრი ფეხები წვერვალი მგონია იმისი, რომ მინიმალისტური აღწერით შენ მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს. თან უკვე იმხელა კონტექსტი შეგიქმნა იქ შიმშილით. და ამ შიმშილს გრძნობ კი არა, ისე დაგანახა ეს შიმშილი და იმ შიმშილის გარდა კიდე ზღვრები რო არის იქ, ღირსების რა, იქით რო ეხმარება ვიღაცას, ეს სრული სიგიჟეა. იმხელა კონტექსტი შეგიქმნა, რომ იქ ეს წერტილი, ეს არის ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი. ცოტა ხნის წინ უბრალოდ დამაინტერესა, რომ აი ამის წაუკითხავად ეს დეტალი, მარტო ეს დეტალი რა ეფექტს მოახდენს მეთქი, იმიტომ რომ შიმშილი არ მაქვს ერთხელ და ორჯერ წაკითხული, რამდენჯერმე მაქვს და ყველა წაკითხვაზე აი ამ ეფექტს ახდენს. და ვიფიქრე, მარტო ამას ნახავ მეთქი რა. მოდი რო არ შალო პირდაპირ ხელოვნურ ინტელექტს ვკითხავ რა, მეთქი აი ეს დეტალი უბრალოდ მაჩვენე რა ციტატა რა. და ვეკითხები და მეუბნება, რომ ეგეთი ეპიზოდი არ არისო შიმშილში. უკაცრავად მეუთხარი ვიპოვე და ვაჩვენე და ბოდიშების მოხდა დამეწყო, რომ ვაიმე უკაცრავათო ეს რა დამემართაო რა. აი ამაზე მეტი რაღა გინდა ადამიანს რა, აი ესეთ პატარა რაღაცეებს. აი ეს ხო არის ის, რაც შენ გაცოცხლებს რა. ანუ ბავშვს რატო უკავშირებ ამ ყველაფერს რა? ბავშვი არის ცნობის მოყვარეობა. ჩემშვილს რო უყურებ, ამაზე ცნობის მოყვარე არავინ არ არის რა. თან უკვე ბრძენია ყველაფერი იცის. შერევნები რომ ის არა, რა თმინდა კაცო, მე არ მცივა. ეუნები გაცივდები. არ გავცივდები. და ამ დროს მასზე ცნობის მოყვარე არავინ არ არის. მივდივარ გზაში და რას მეუბნება იცი რომ აი ეს მითხარი რაღაცა ის რატო აკეთებს ამას თქვათ მაგალითად ყვავი რატო იმა. და კი არ მეუბნება რომ უბრალოდ მითხარი. მას სწავლე რა. რა მიგაჩნია როგორია შენი როლი შენი შვილის ცხოვრებაში? მე ვიქნები ბედნიერი ადამიანი, როცა მოვა დრო და
მას შეეკითხებიან ვინ არის შენთვის მამა შენი და ის იტყვის რომ მამა ჩემი ყოველთვის იყო ჩემი მეგობარი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი რუბრიკა, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ. ვაკეთებთ ამ რუბრიკას სელფისთან ერთად. ამ შემთხვევაში მინდა რომ შემოგთავაზო მე თვითონ სალაპარაკო თემა. მინდა რომ ეს თემა იყოს სახლი. ჩემთვის გითქვამს რომ მუდმივად ხარ გზაში, ეგრე გამოდის. არ ვიცი, მე დღემდე არა მაქვს პასუხი, მე არ ვიცი სად მივიდრიკო თავი. ალბათ როდესაც გამომაგდეს დედაჩემის მუცლიდან, იმის მერე ვეძებ სახლს ალბათ. და ალბათ ეს კუბოა, სადაც მოვისვენებ ალბათ რა, საბოლოოდ. ზოგი კუბოშიც ვერ ისვენებს. ესეც პროცესი არის შენთვის. არა მიზანი, არამედ რაღაც გზა. რა თქმა უნდა. ეგრე აეწყო. ჩვენ ბოშები ვართ, ჩვენ მომთაბარეები ვართ რა, ადამიანი მომთაბარეა. ეს მოგონილია რომ იმან რაღაცა მინის სასახლე უნდა ააშენოს, ვერაფერს წაიღებ რა. ვერც ალექსანდრე მაკედონელმა წაიღო რა და ვერც ჩვენ წაიღო. ხეტიალში ვართ ჩვენ. გადარდებს 100 წლის მერე ვიკიპედიაში რა ეწერება შენზე. საერთოდ არ მანაყობს. ეს გალაქტიონს კი არ ანაღლებდა იმან იცოდა, დღესავით იყო ნათელი, რა სიტყოდა მასზე შთამომავლობა. მე ესეთი მაღალი მოლოდინები არც სამომავლობისგან მაქვს ეს ერთი. და მეორე საერთოდ არ ვიცი აწი თუ იქნება შთამომავლობა. რომ ეკითხები სახლის განცდა, როგორ შეიძლება დღევანდელ დღეს განცდა გქონდეს საერთოდ სადმე ადამიანს სახლის. გააკეთეს მოლოდინი. მე არასდროს მქონია უკეთეს მოლოდინი, ეს ჩემთან არ არის, მე არ ვარ ადრესატი ამ შეკითხვის. როდის გნახავს კითხველი? ვამთავრე. შენ ადრე რაღაც ბლიცებს აკეთებდი და ეხლა შენ ბლიც შენთან არ არის სწორი შენთან ბლიცის გაკეთება. წეღარაც თქვით, რომ რამდენჯერმე დავკარგე სამშობლო მეთქი რა. სამშობლო დავკარგე, თქვათ, სადღაც მეგონა საბჭოთა კავშირი და ეს სამშობლო აღმოჩნდა, თუმცა სამშობლო არ ვარგა. მე აღმოჩნდა ის 90-იანები, სადაც აი ისეთი უნდა ყოფილიყო და თურმე ესეც არა. მე აღმოჩნდა თურმე რომ აი ეს სისხლიანი 9 წელია, ეხა აღმოჩნდნენ რომ ესენი, აი ეს ღვიძლის ნაცვლად ღვარძლები, მაგრამ ამასთანავე ესენი დგანან აი ამ შავ კაცებზე რა. ვფიქრობდი ვინ არიან ეს შავი კაცები? შავი კაცები რა, მიდიან ქალებს წიწკნიან თმაზე და მერე წინაურდებიან და აი შავი კაცები. და ესენი არიან შავკები. ხო და რამდენჯერმე დავკარგე მეთქი რა, სამშობლო რა. 1, 2, 3, 4 და ეს ავტომატურად რას ნიშნავს იცი ამ შავკების გამარჯვება, რომ ადრე თუ გვიან მოახჩობენ თავისუფალ ხმას, თავისუფალ სიტყვას და თავისუფალი სიტყვა არის გამომცემლობა პირველ რიგში. სხვანაირად როგორ უნდა გიხილოს ონლაინ, ეს ძალიან დიდი ფუფუნება იყო გამომცემლობა ეს ერთი. და მეორე კიდე ისეთი გამომცემელი, როგორიც მე მყავს თბილისში, თინა მამულაშვილის სახით. არ ვიცი, ესეთი უნდა ინატრო ალბათ რა, იმიტომ რომ საშუალო მონაცემის წერალი რო იყო, მოგინდება რომ უკეთესი გახდე რა. მოგანდომებს, იმდენად გადამდები მღელვარებით უყვარს ლიტერატურა თვითონ. მოკლეს ესეც. გამომცემლობაც თუ გაქრა, სადღა უნდა შევხვდეთ. აიმანი სად უნდა მოხდეს მკითხველს და წერალს შორის. ანუ ჩემი ყველა სამშობლო კვდება აი ამ შემთხვევაში რა. ამათი გამარჯვება ავტომატურად ნიშნავს ჩემს სიკვდილს. ეს ის არ არის რომ ისინი ბოროტები არიან, მოვიდნენ და რუსეთში შეიყვანეს სამშობლო. რუსეთი ეს თავიდან ბოლომდე სიბოროტეა. ამათმა თვითონაც იციან რომ ბოროტები არიან. რამდენი ვნახეთ ჩვენ თვალწინ რომ იქით ისე გადავიდნენ მათსახურებაში, როგორც არაფერი, აი თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყნად, თითქოს არაფერი ხდება. კონტრშეკითხვა მაქვს რა და პასუხის ნაწილიც არის ეს შეკითხვა. აი შენ რო შემოგივარდეს ოჯახში და შენს ძვირფას ოჯახის წევრებს ემუქრება რაღაცა ცუდით, რას იზამთ? ალბათ ყველაფერს. ყველაფერს რას, მაგალითად. ის რაც კანონით დანაშაულად ითვლება იმასაც. თუ გაგკოჭეს, აი კბილებით მიწვდები, რაღაცას იზამ, ხო? იმიტომ რომ სანამ ცოცხალი ხარ, შენ ვერ შეეგუები მათ. კი. მინიმუმ ჩაგვრას რა. ეგრე. და რას ვაკეთებთ ჩვენ ახლა?
ჩვენ ხო ამას ვერ ვაკეთებთ. ჩვენ ოჯახზე ძვირფასი რამე თუ შეიძლება იყოს, ეს არის სამშობლო. ეს არის ჩვენი ოჯახი, ჩვენი ყველაფერი. და ჩვენ აღმოჩნდით იმპოტენტები ამ შემთხვევაში. მოდი იცი რა ვქნაც. მოდი მე დავიტოვებ უკეთეს იმედს. ხო, აი ზუსტად კურტ რიხტერის ვირთხებთან მივდივართ რა. 15 წუთში რომელიც იხჩობოდა, 60 საათი გაგრძელდა, იმიტომ რომ იმედი ქონდა. მეც ჩემი პესიმიზმის მიუხედავად ეს იმედი რო არ მომოძრავებდეს შიგნიდან. თუნდაც უიმედობა. ალბათ წამიც ვერ გავძლებდი რა. უიმედობაც ძალიან ძლიერი იმედია რომ ვიცოდი. გულშემატკივრობ. მე ვიტყოდი რომ გულმკვდარი ვარ უფრო ვიდრე გულშემატკივარი ამ შემთხვევაში რა. მე მაინც გულშემატკივრობ. ხო, იმიტომ რომ არ მეგონა თუ ესეთი დიდი სიბოროტე და სიავე იყო იმ ადამიანებში, ვინც ჩვენ გვერდით გვეგონა რომ იდგნენ რა. ვისთანაც ერთად ჩვენ გვიცხოვრია ერთი ჰაერი გვისუნთქავს. ეს არის რაც მანადგურებს. მადლობა. ძალიან კაი იყო. ძალიან. კაი ხარ. და მართლა უკეთესი მოლოდინი მაქვს. მართლა. ხიარულების საფუძველი არ გქონია. მაგრამ რაღაც სიმართლისთვის თვალის გასწორება ძალიან მნიშვნელოვანია რა. ხო. კაი კაცი ხარ. ჩამოუშვით ხელები.